1512 წელი. აღმოსავლეთის ერთ სამეფოში ცხოვრობდა მზარეული, რომელსაც ყველა გიჟს ეძახდა, სახელად ნიკოლაი მარგებელი. სანამ სხვები ჩვეულებრივ კერძებს ამზადებდნენ, ის ქმნიდა ნამდვილ მონსტრებს. ერთ დღეს მეფემ გამოაცხადა. 3 დღეში უნდა შექმნათ სრულყოფილი საჭმელი, ვინც ვერ შეძლებს სამეფოდან გავაწევებ. ყველა მზარეული ნერვიულობს, მხოლოდ ეს გიჟი მზარეული იღიმის. 3 დღე და 3 ღამე არ უწინია. ჭრიდა ხორცს, წერდა ფორმულებს კედლებზე, ზომავდა სოუსს, გიჟი მეცნიერივით დარბოდა. მესამე დღეს უცებ ჩერდება. მის თვალებში სიგიჟე და შთაგონება და ამბობს: მიუხვდი, იგებს ლავაშს, ახოს ყველაფერს შიგნით და დგება მეფის ნადიმის დღე. ყველა ელოდება. ნიკოლაი მარგებელი თავის კერძს წარადგენს. მეფე პირველ ლუკმას კვეჭს, მეორე ლუკმა. შემდეგ მეფე ფეხზე დგება და ამბობს: ეს აკრძალული ცოდნაა, რადგან თუ ხალხი ამას გასინჯავს, სხვა საჭმელს აღარ შეჭამს. ასე დაიბადა შაურმა. ჩვენ დღეს მოვედით საშაურმე მარგებელში, ჯავახეთის 64 ნომერში. და რას ვაპირებთ ლევან უთხრათ მაყურებელს? დღეს ჩვენ გვინდა რომ რამოდენიმე შაურმა და ფრი გავცეთ, გავასხვისოთ. კი ბატონო. ამას ესე უბრალოდ არ გავაკეთებთ. გვინდოდა რომ ჩვენ საქმიანობასთან ყოფილიყო კავშირში, შესაბამისად საილუზიო სფერო ფიგურირებს. დანარჩენს უკვე ვიდეოში ნახავთ. ახლა კიდე რა შევიდეთ ჩიგნი და დაველოდოთ შაურმის გამზადებას, რათა წავიდეთ და გავახაროთ ადამიანები. როგორც ხედავთ, ჩვენი შაურმები მზადაა, ამიტომ ახლა დროა გადავიდეთ მთავარ ნაწილზე. გამარჯობა, შენი სახელი? ლევანი. ლევანი, მეც ლევანი მქვია სასია. მარგებელთან ერთად ვაკეთებ ესეთ გათამაშებას რა. აქ მაქვს რიცხვები 1-დან 4 შათვლით და მინდა რომ ერთ-ერთი ამოირჩიო, რომელიც შენ გინდა. პრიზებია. ორიანი იყოს. დარწმუნებული ხარ? კი ბატონო, იყოს ორიანი. მოკლედ, სანამ გაჩვენებ რა პრიზი დევს ორიანში, მანამდე გაჩვენებ სხვა პრიზებს. ეს არის PlayStation 5, ბინა და მანქანა. და მინდა გითხრა, რომ შენი პრიზი სრულიად განსხვავებულია და განსაკუთრებულია ეს. ეს არის მარგებელის შაურმა. გილოცა. ძალიან იღბლიანი ხარ, ძალიან გაგიმართლა და ეს უგემრიელესი მარგებელის შაურმა შე. გემრიელად მოვთი. ნახვამდის. მოკლედ გამარჯობა მეგობრებო. სახელები რომ მითხრათ? ტასო, ელენე. ტასო და ელენე შეეჯიბრებიან რომ იბრძოლონ ჩვენი პრიზისთვის. კაი, მოკლედ, უნდა ჩამოთვალოთ ის ნივთები, რომლებითაც შეიძლება ფოკუსების გაკეთება. ხუდი, კი ბატონო. კარტი. კარტი. მონეტა. ბრინდელი. ხერხი. კურდღელი, კი ბატონო. მანტია. ლენტი. როგორ? ლენტი. ლენტი შეიძლება ბატონო ლევან? კი ბატონო. კაი, ნუ გამარჯვებული გახდა ტასო, მიულოცოთ. და გადავცეთ ჩვენი პრიზი. აი ეს მარგებელი შაურმა შენ. მადლობა. ნახვამდის კარგად. გამარჯობა, შენ რა ქვია? გამარჯობა, დათო. მე ლევანი სასიამოვნოა. მოკლედ, შენთან მაგ ესეთი ჩელენჯი. შენ თუ ჩამომიტყვის 3 ილუზიონის მსოფლიოს გარშემო, მე გადმოგცემ მარგებელეს და უგემრიელეს შაურმას. კოპერფილდი რა თქმა უნდა პირველი ყველა სეგმენტის თავში. ქართველები ლაშა გელაშვილი ლაშა გელაშვილი, ლაშას მოკითხვა აქედან. და გია ფარადაშვილი. გია ფარადაშვილი. კი ბატონო, პრინციპში 3 ჩამოთვალა. უკეთესი იქნებოდა ლევან მაჩიტაძე ან ლუკა გამყელიძე რო გეთქვა, მაგრამ მაინც ჩაგეთვალა და შაურმა დიდი. არის გემრიელად მიირთვი. მადლობა. გამარჯობა, რა ქვია? ივანე. ივანე, სასიამოვნოა, მე ლუკა. მოკლედ ივანე იბრძოლებს ერთი საინტერესო პრიზისთვის. ივანე, მე შენთვის წამოღებული მაქვს კარტები და მოდი გაჩვენებ რა პრიზები შეიძლება მოიგო. მაგალითად, აქ ხოს ლეპტოპი, სკუტერი, საგზური ბალიზე, $1000 და ასე შემდგომ. ანუ ბევრი საკმაოდ განსხვავებული და ბევრი პრიზებია. ეხლა რას გავაკეთებთ? იცი, მე ჩამოვშლი კარტს, შენსაც გაგიხარდება, უბრალოდ იქ უნდა მითხრა სტოპ, კარგი? სტოპ. აქ.
დარწმუნებული ხარ? არ შევცვალე. შეცვლი თავიდან დავიწყო. კაი. სტოპ. აქ. არა. კარგი. სტოპ. აქ. აქ იყო. დარწმუნებული ხარ? კარგი. მოდი ვნახოთ შენ რა პრიზი ამოერჩიე. ერთ წუთი მოიცა. ეს შეიძლება იყოს ყველაზე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება რაც მიიღე. არ ძალიან ბევრი პრიზი იყო და მოდი ფრთხილად გახსენი და ნახე. რა არის? შენი პრიზი. შაური. შაურმა წერია? გვაქვს ეგეთი პრიზი ლევან? ეს შაურმა გადმოიცემა. მადლობა დიდი. პირიქით. მადლობა ივანეს. მადლობა. და ახლა უნდა ვუპოვოთ ისეთი ადამიანი, ვისაც გამოწერილი აქვს მარგებელის Facebook გვერდი და გადავცეთ free. წავიდეთ. გამარჯობათ. მარგებელის Facebook page-ი თუ გაქვთ გამოწერილი? კი მე მგონია. თუ მაჩვენებ, გადმოგცემ free. ნამდვილად გამოწერილი აქვს და დამსახურებული free, უგემრიელესი free. გემრიელად მირთვით, ნახვამდის ბედნიერად. მარგებელის გვერდი ხო არ გაქვთ გამოწერილი შემთხვევით? შეიძლება რომ ნახოთ? არის ხო აშკარად? გადავცემთ free-ს. მადლობა, ნახვამდის. სუნდან დღევანდელი დღე. და ეხლა უნდა ნახოთ რა გადავეცით, აბა. კარგია, კი. არის რომ